გამარჯობა, ეს არის დღის ქრონიკა. ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ კვლავ თბილისიდან კრიტიკისა და რეაგირების საგანი ხდება. ამჯერად ევრონესტის შეკრებაზე სომხეთში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორების საპარლამენტო დელეგაციები ბიკრებებიან, საქართველოს მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი მიკერძოებული და არაობიექტური დამოკიდებულება, რომელიც ევროპარლამენტმა თავისი ცნობილი რეზოლუციებითაც უკვე ტრადიციად აქცია. ამას ემატება რასა იუკნევიჩიანის მხრიდან ამ ღონისძიებაზე NGO სექტორის სახელით მიწვეული დელეგაცია, რომელსაც როგორც მმართველი ძალა აცხადებს, არა სამოქალაქო საზოგადოება, არამედ ის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეადგენენ, რომელთაც 4 ოქტომბერს დამხობის მცდელობაში მიიღეს მონაწილეობა. ოფიციალური წერილით ევრონესტს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიმართა. მოგვიანებით ამ თემას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც, რომელმაც საზოგადოებას აცნობა, რომ საქართველოსთან ერთად კონფერენციაში აზერბაიჯანი მიიღებს მონაწილეობას. მიზეზი აქაც პოლიტიკურია. ევრონესტი არის ევროპარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპარლამენტსა და ამ ქვეყნების პარლამენტებს შორის სხვადასხვა საკითხის განხილვა. ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავად მასპინძელი სომხეთი და მის გარდა უკრაინა, ესეც არჩევნებს თავისთავად რომ რაღაც არ ხდება სწორად ევროპარლამენტის მხრიდან. მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის 2 ქვეყანა, აზერბაიჯანი და საქართველო, არ მონაწილეობს ამ სხდომაში. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არასწორი ქცევა აღენიშნა პაპუაშვილმა. მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ჩვენი სტუმარი იქნება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი. მანამდე კი ჩვენს კითხვებს უპასუხებს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, რომელიც ასევე ისაუბრებს დღევანდელ თარიღზე. დღეს მასწავლებლების ეროვნული დღეა, რომელიც ყოველი წლის 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღენიშნება. მივესალმებით ჩვენს სტუმარს გივი მიქანაძეს. მოგესალმებით ბატონ გივი, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს 27 ოქტომბერია, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და უკვე ტრადიციად იქცა, რომ ამ წელს აღენიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე, დღესასწაული, სადაც გაიცემა ასევე პრემიებიც მასწავლებლების სახელზე. მოდით პირველ რიგში წელს რითი იქნება გამორჩეული და განსხვავებული ეს დღესასწაული სხვა წლებისგან. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, დიდ მადლობას გიხდით აი ამ თარიღის და აი ამ ღონისძიების კონტექსტში მოწვევისთვის თქვენს გადაცემაში. დღეს 185 წელი შესრულდა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან და ჩვენ უკვე მესამე წელიწადია ტრადიციულად აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რომლითაც ვაჯილდოვებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულ 10 პედაგოგს. მათი შერჩევა კომისიური წესით მოხდა, თავდაპირველად წარდგენილი იყო დაახლოებით 400 კანდიდატი, რომელთა კონკრეტული ისტორიები დეტალურად გადარჩეული იქნა არსებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე და შემდგომში უკვე კომისიამ 30 მეორე ტურში გასულ კონკურსანტზე იმსჯელა, რის საფუძველზეც დღეს გამოვლინდება თუ რომელი 10 გახდება ის რჩეული, რომელიც 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების კანდიდატი გახდება. ჩვენ წელს გამორჩეულად და განსაკუთრებით აღვნიშნავთ ამ დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ხედვა იყო, რომ მხოლოდ ერთი დღით 27 ოქტომბრით არ შემოუფარგლულიყავით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2 თვის განმავლობაში, სექტემბერში და ოქტომბერში, ყველა მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავსულიყავით, ისევე როგორც ქალაქ თბილისის 10-ვე რაიონში მივსულიყავით, მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და რესურს ცენტრებთან ერთად ჩვენ გამოვავლინეთ ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთაც მადლობის სიგელები გადავეცით და ჩვენ ამით გამოვხატეთ ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება კიდევ ერთხელ მათდამი და მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს რჩეული პედაგოგი დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით არის მოწვეული დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც სულ რაღაც საათნახევარში დაიწყება და თქვენი ეთერით და კიდევ საზოგადოებრივი მაუწყებლითა და რუსთავი 2-ით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მთელი საქართველო ნახავს, რომ დღეს ჩვენ გვექნება კიდევ ერთი დიდი ზეიმი, რომლითაც ჩვენ გვსურს გამოვხატოთ ის მადლიერება, ის განსაკუთრებული დამოკიდებულება, ის პატივისცემა, რომელსაც თითოეული პედაგოგი იმსახურებს, იმიტომ რომ ისინი ასრულებენ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მისიას, ჩვენს მომავალს ზრდიან, ასწავლიან მათ ცხოვრების გზას, აძლევენ ცოდნას და აყენებენ ამ ცხოვრების გზაზე სწორი მიმართულებით, უზრდიან ამ ქვეყანას ღირსეულ მომავალს. ამიტომ დღევანდელ დღეს რამდენიმე სიურპრიზი გვექნება, წინასწარ ამას ვერ გავამჟღავნებ, იმიტომ რომ
მაშინ ეს სიურპრიზი ვეღარ გამოვა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი დღე დაუვიწყარი საღამო იქნება და კიდევ ერთხელ მთელი სასკოლო საზოგადოება დაინახავს თუ როგორი არის ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება თითოეული მასწავლებლის და პედაგოგის მიმართ. კი ბატონო, სიურპრიზის გათქმას რა თქმა უნდა არ გთხოვთ წინასწარ, მაგრამ გთხოვთ ერთი რამე გითხრათ, აი თქვენ თქვით რომ ყველა მუნიციპალიტეტი დაიარეთ, წელს მოხდა პირველად რომ 5 ღვაწლმოსილი პედაგოგის გამოყოფა მოხდა. ანუ ეს კრიტერიუმებიც რო ჩამოგვითვალოთ, როგორ და რა კრიტერიუმებით მოხდა ამ ყველაფრის დაორგანიზება? ადგილობრივ დონეზე, როდესაც ხდებოდა 5 თითოეულ მუნიციპალიტეტსა თუ ქალაქში ღვაწლმოსილი პედაგოგის შერჩევა, ეს ძირითადად იყო განსაზღვრული არა მხოლოდ სამუშაო სტაჟით, არამედ იმ განსაკუთრებული ისტორიებით, რომელიც პედაგოგებს აკავშირებთ მოსწავლეებთან, მშობლებთან, სკოლასთან, გარკვეული სიახლეები და ნოვაციები, რომელიც შემოიტანა თითოეულმა მათგანმა და სწორედ აი ამ ბევრი დამსახურებების კონტექსტში ამავდროულად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ბევრ მათგანს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწია თავის ცხოვრების მანძილზე როგორც პედაგოგს და ჩვენ გვინდოდა რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამოგვეხატა და არ ყოფილიყო მხოლოდ ერთი დღე, სადაც 10 გამორჩეულ პედაგოგს გამოვავლენდით, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ უამრავი ძალიან დიდი დამსახურების პედაგოგი ყავს და თითოეული მათგანი პირადად ჩემს თვალში როგორც მინისტრის არის გმირი, იმიტომ რომ ისინი აკეთებენ უდიდეს საქმეს, ჩვენ შვილებს გაძლევენ განათლებას, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ამიტომ ჩვენ სწორედ აი ამ კრიტერიუმებზე დაყნობით ადგილობრივ ხელისუფლებასთან და რესურს ცენტრებთან კომუნიკაციით და თანამშრომლობით შევარჩიეთ ეს ადამიანები და თითოეულ მათგანს ამ კონკრეტული ფორმით მადლობა გამოუცხადეთ და მინდა გითხრათ რომ ამიერიდან ყოველ 27 ოქტომბრამდე 2 თვის განმავლობაში ანალოგიური ტრადიცია უკვე დამკვიდრდება და შემდეგ წელსაც რა თქმა უნდა ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტს ვესტუმრებით და კიდევ გამოვავლენთ ასობით ღვაწლმოსილ პედაგოგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რითიც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს განსაკუთრებულ პატივისცემას თითოეული მათგანისადმი. კი ბატონო, მასწავლებლის დღის ერთ-ერთი აღნიშვნის ერთ-ერთი მიზანი გარდა იმისა, რომ მოხდეს დაფასება პედაგოგების საქმიანობის, არის ზოგადად ამ პროფესიის პოპულარიზაციის, უფრო მეტი დაინტერესებული პირის მოზიდვის, მოკლედ თვითონ პროფესიის პოპულარიზაციის დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს. აი თუ მოხდა იმის გაანალიზება, შესწავლა რამდენად მაგალითად მოქმედებს ამ მიმართულებით ასეთი სახის ღონისძიება, რამდენად უფრო მეტად არის გაზრდილი მოთხოვნა ამ მიმართულებით პროფესიაზე? მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი არის ის ინტერესი, რომელიც მასწავლებლად მუშაობის დაწყებას უკავშირდება, როგორც დედაქალაქში, ასევე განსაკუთრებით რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქებში. ზარდი არის ახალგაზრდა კადრების შემოდინება, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ამავდროულად ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მომართვიანობა სხვადასხვა გადამზადების პროგრამებში ჩართულობის, სხვადასხვა გამოცდებში მონაწილეობის და ეს პროცესი პირდაპირ მიუთითებს, რომ უფრო მეტ პოპულარიზაციას იძენს ეს პროფესია. საზოგადოება ხვდება, რომ ეს ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გამოხატულმა მხარდაჭერამ, რომელიც განსაკუთრებით 2 წლის წინ, როდესაც მოხდა ხელფასების ზრდა და გარკვეული სოციალური პაკეტის გაუმჯობესება, ამანაც თავისი მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ჩვენ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მთელ საზოგადოებას წარუდგენთ იმ კონცეფციას, რომლითაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება სასკოლო რეფორმის განხორციელება, რომელშიც თითოეული მასწავლებლის ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ეს სასკოლო რეფორმა უკავშირდება პირდაპირ და გამომდინარეობს იმ მთავარი დოკუმენტისგან, რომელსაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჰქვია, რომელიც ჩარშან პარლამენტმა დაამტკიცა და რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს სასკოლო ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი დოზით შეტანა ისეთი საკითხების, როგორიც არის ეროვნული ფასეულებები და ღირებულებები, პატრიოტიზმი, ტრადიციების პატივისცემა და სხვა ის განსაკუთრებული ღირებულებები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის არის დამახასიათებელი. ამიტომ ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში უკვე საზოგადოებას წარუდგენთ იმ ხედვას, რომლითაც ვაპირებთ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში სასკოლო რეფორმის ამ მიმართულებით წარმართვას და ჩვენ ძალიან დიდი ხარდაჭერის იმედი გვაქვს პირველ რიგში ჩვენი პედაგოგების, რომლებმაც
მათ შემდგომში ამ რეფორმის განხორციელებაში ყველაზე დიდი როლი უნდა შეასრულონ როგორც ყოველთვის და ვფიქრობთ რომ საზოგადოებაზე ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე და ჩვენი მომავალი თაობების განვითარებაზე ორიენტირებულ ხედვას წარმოადგენს. რადგან რეფორმა შეეხეთ ზოგადად თქვენ საქმის კურსში ხართ რომ ბევრი სპეკულაცია მოჰყვა იმ რეფორმას რომელზედაც თქვენ გქონდათ განაცხადი რომელზედაც პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრი ისაუბრა. აი ამ ხნის განმავლობაში თქვენს გქონდათ ალბათ შეხვედრები კომუნიკაციები იმ ადამიანებთან რომელსაც შეიძლება ბევრი კითხვის ნიშანი ქონოდათ რეფორმასთან დაკავშირებით. როგორ ვფიქრობთ ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხი მიიღეს მოსწავლეებმა სტუდენტებმა იმ რეფორმის შესახებ რომელზედაც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა. დარჩა რაიმე ისეთი რაც მაგალითად არ არის კარგად ახსნილი. სულ ორი კვირაც არ არის გასული მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ წარადგინა უმაღლესი სასწავლებლების რეფორმის კონცეფცია. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება და მის განხორციელება დაიწყება მაშინვე როგორც კი ის მთავრობის მიერ იქნება მოწონებული, მაგრამ ჩვენ ამჟამად ვართ განხილვის პროცესში და ვხვდებით სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს იმისთვის რომ მოვისმინოთ მათგან უკავშირი, მოვისმინოთ კონკრეტული არგუმენტები, თუ კი რაღაც კონკრეტული მიუღებელი არის, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ამ დრომდე ჩვენ რაიმე არსებითი, რომელიც იქნებოდა არგუმენტებზე დაფუძნებული ჯერჯერობით არ მოგვისმენია. ჩვენ არაერთი სპეკულაციური და მიზანმიმართული სპეკულაცია ეს განცხადება მოვისმინეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც რადიკალურ ჯგუფებთან პირდაპირ დაკავშირებული არიან, რომელთაც თავის დროზე ჰქონდათ საკმაოდ მაღალი პოზიციები სამინისტროში, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებიათ ამ რეფორმისთვის, პირიქით ის რაც გააკეთეს, ეს იყო განათლების სისტემისთვის დამაზიანებელი. ამიტომ ახლა, როდესაც ჩვენ თავაზობთ კონკრეტულ ხედვას, ამავდროულად თავაზობთ ამ ხედვის განხილვას და არგუმენტირებულ პასუხს, ვიღებთ სპეკულაციურ განცხადებებს, რომ თითქოს რაღაც საკითხები რაც წამოვწიეთ, ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს და ყველამ ძალიან კარგად გაიგო ბოლო დღეების განმავლობაში, რომ არაფერი არ ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს. ამავდროულად როდესაც უმაღლეს სასწავლებლების რეფორმაზე დავიწყეთ საუბარი, ძირითადი აქცენტი დავინახეთ, რომ 11 კლასის სწავლებას თუ 12 კლასის სწავლებას შორის დისკუსიებს მოყვა, რომელიც უშუალოდ სასკოლო რეფორმის ნაწილი არის, თუმცა რა თქმა უნდა უშუალო ბმაში არის უმაღლეს განათლების კონტექსტთან და აქაც მე შემიძლია გითხრათ დადასტურებით, რომ ჩვენ ვიხილავთ ყველა მოცემულობებს, ნახულობთ არგუმენტაციას იმისა, თუ რამდენად საჭირო შეიძლება იყოს რაღაცა ფორმით მე-12 კლასის შენარჩუნება, თუმცა აქ ჩვენ გვაქვს ცალსახა ხედვა დარწმუნებით, შემიძლია გითხრათ, რომ 11 კლასის ფორმატში სრულად შესაძლებელი არის იმ ზოგადი განათლების სრულფასოვანი ზოგადი განათლების მიცემა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სასკოლო პროგრამა სრულად იყოს მოცული. გასაგებია და ბოლოს აუცილებლად კითხავთ, რადგან ჩვენ მაინც მასწავლებლის ეროვნულ დღეზე ვსაუბრობთ და მასწავლებელია ჩვენი საუბრის მთავარი თემა, მასწავლებელს ეხება შემდეგი საკითხიც. ცოტა ხნის წინ სამინისტროში ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტმა დაიწყო ფუნქციონირება, რომლის მიზანი არის სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიის განათლების სისტემების განვითარება. აი, რა კონკრეტული პროგრამებია მაგალითად სპეცმასწავლებლების გადამუშავების და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე ზოგადად ამ მიმართულებით განათლების ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ახალი სტრუქტურა დავამტკიცეთ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, რომელშიც გაჩნდა ახალი დეპარტამენტი, ეს არის ინკლუზიისა და სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტი. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ინკლუზიის სამმართველო არსებობდა და ის შეუერთდა მანდატური სამსახურის კონკრეტული ფუნქციებით, იყო ასევე სპეკულაციური განცხადებები, თითქოს ინკლუზიის კომპონენტი გაუქმდა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. ეს ასე არ ყოფილა, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ პოლიტიკური მხარდაჭერისა და ამ მიმართულების მნიშვნელობისა, რომ არათუ სამმართველოს, არამედ სწორედ დეპარტამენტის სტატუსით, ანუ უფრო მაღალი სტატუსით გვაქვს ახლა უკვე სტრუქტურაში ინკლუზიის მიმართულება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ ჩვენთვის ეს მიმართულება არის ძალიან პრიორიტეტული. დაახლოებით 14,000-მდე მოსწავლე საქართველოში საჭიროებს სპეცმასწავლებლის დახმარებას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ
ამ საკითხზე აქცენტირება და ამ კუთხით მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მე რამდენიმე დღის უკან დავხურე შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად ატარებს. ეს არის რეგიონის პედაგოგ-სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდამჭერი მასწავლებლების ჩამოყვანა თბილისში, სადაც ისინი გადიან პრაქტიკულ მეცადინეობებს და ფაქტიურად სტაჟირებას გადიან თბილისში მოქმედ 10 სკოლის სპეცმასწავლებლებთან და ისინი იმაღლებენ უნარებს, იძენენ მეტ ცოდნას და შემდგომში ბრუნდებიან საკუთარ სოფლებში, ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში და იქ ამ მიღებულ ცოდნას უკვე სპეცსაჭიროებების მოსწავლეებთან მაქსიმალურად იყენებენ და ყოველწლიურად დაახლოებით 100-მდე ესეთი მასწავლებლის გადამზადება მიმდინარეობს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმას, რომ ეს პროცესები არის მიმდინარე და ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ, რომ თითოეული მასწავლებელი იყოს თავის სიმაღლეზე იმისთვის, რომ ის მხარდაჭერა, ის გვერდში დგომა, რასაც ჩვენი ახალგაზრდები საჭიროებენ, მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფილი იყოს. დიდი მადლობა განათლების მინისტრი გივი მიქანაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მივესალმებით პარლამენტის სპიკერს ნინო წილოსანს. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ საუბარი ევრონესტზე. როგორც ვიცით, საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის ამ ღონისძიებაში, რომელიც ტარდება სომხეთში. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიმართა საპარლამენტო ასამბლეას წერილით იმ მიზეზებით, რამაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ზოგადად ევროპარლამენტის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებით, ესე ვთქვათ, ეს მოულოდნელი არ არის. ტრადიციადად იქცა არასამართლიანი და არაობიექტური რეზოლუციების მიღება საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს როგორც გავიგეთ, საქართველოსთან ერთად ამ ღონისძიებაში არ იქნება წარმოდგენილი და არ მიიღებს მონაწილეობას აზერბაიჯანიც. ანუ როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ან რეგიონიდან ორი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას და არ იქნება წარმომადგენელი. თავისთავად იმოქმედებს თუ არა, ზოგადად დააფიქრებს თუ არა ევრობიუროკრატიას იმაზე, რომ მართლა რაღაც არასწორად კეთდება, როგორც ამაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, თუ ფიქრობთ, რომ ეს ამბავიც ისე ჩაივლის, მაგალითად, როგორც სხვა ღონისძიებები, სადაც არ იყო მაგალითად საქართველოს მიწვეული შეგნებულად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ევრონესტის შეკრებას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება მათთვის, როდესაც რეგიონიდან ორი ქვეყანა და არა მხოლოდ ევრონესტის საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა ქვეყნებისა არ იღებს მონაწილეობა მათ შეხვედრებში, ამიტომ ალბათ საკუთარ თავში უნდა ეძიონ იმის პრობლემა, რატო არ მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, რომელიც წესით ქმედითი უნდა ყოფილიყო და უნდა გაეერთიანებინა ქვეყნები. მთლიანად ამ პლატფორმის შექმნის პრინციპებს არღვევს მათი მუშაობის სტილი და განსაკუთრებით ევროპარლამენტარების ის ნაწილი. დიახ, გვესმის თქვენი ხმა, ქალბატონ ნინო. კავშირი გაწყდა, ჩვენ შევეცდებით ახლა აღვადგინოთ და თავიდან დაუკავშირდეთ პარლამენტის ვიცე-სპიკერს ნინო წილოსანს, რომელთან ერთადაც ახლა ამ წუთებში ვსაუბრობთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შეკრებაზე, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები იკრიბებიან ყოველწლიურად. ამჯერად ესეთი შეხვედრა დაგეგმილია სომხეთში. გესმით ქალბატონ ნინო ჩვენი ხმა? დიახ. შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი, სადაც შევჩერდით. დიახ. მათ შორის ის, რომ ქვეყნების რაღაც გარკვეული ნაწილი არ იღებს მონაწილეობას, ალბათ თავად უნდა შექმნას ევრონესტის შემადგენლობაში კითხვების დასმის წინაპირობა, თუ რა ხდება და რა усამართლო და არასწორ დამოკიდებულებას იჩენენ ეს ადამიანები იმისთვის, რომ ქვეყნებს არ უჩნდება სურვილი მიიღოს მონაწილეობა იმისგან განსხვავებით, რომ ევრონესტი, ანუ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა შეიქმნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის და არა ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემოტანის უფრო მეტი სიცხადისთვის მინდა დავასახელო რამდენიმე გვარი, რომელთა განცხადებები ალბათ ხშირად ახსოვს ქართულ საზოგადოებას. ეს არის რასა იუკნევიჩიანე, ასევე მარკეტა გრიგოროვა, სანჩესი და სხვები, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციებში
ანა ფოტიგა მათ შორის დიახ და ევროპარლამენტის რეზოლუციების სახით როცა საშუალება აქვთ ურტყამენ საქართველოს რეპუტაციულად აზიანებენ, პოლიტიკურად აზიანებენ და წარმოუდგენელი არის რომ ამ ადამიანების შემადგენლობით რაიმე პლატფორმა იყოს კონსტრუქციული, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იყო ამ სომხეთში მიმდინარე ანსამბლეის შეხვედრაში მონაწილეობის არ მიღება და ეს გარკვეულწილად არის დემონსტრაციულიც, არის სამაგალითოც და არის მათთვის ალბათ დამაფიქრებელი რომ რაღაც არასწორად კეთდება. ასევე ვერ გეტყვით რომ მხოლოდ უსამართლო არის ეს განცხადებები, რადგან უფრო მეტად მიზანმიმართულია, ვიდრე უსამართლოს მიზნით გაკეთებული. ამ ადამიანებს აქვს თავისი კონკრეტული პოლიტიკური ხედვა და კონკრეტული მიზნები პოლიტიკური, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წლებია უკვე უყურებთ საქართველოში, რამდენად მავნებლურ საქმიანობას ეწევიან. მინდა კიდევ ერთი დამამძიმებელი ფაქტორი ვთქვა ამ სომხეთში მიმდინარე ანსამბლეის შესახებ. წარმოიდგინეთ სამოქალაქო საზოგადოების სახელით ყავთ მიწვეული ნაცები, ახალი ნაცები, ლელო და 5 პარტია, ფაქტიურად 7 მიწვეული ვითომ სამოქალაქო საზოგადოების წევრი არის 5 პარტიის ოდიოზური წარმომადგენელი და ყველაზე ერთ-ერთი აგრესიული და აქტიური წარმომადგენლები. ამიტომ სრულიად ფარსია ეს შემადგენლობა, ეს შეხვედრები, რომელშიც როგორც განცხადებები კეთდება დეზინფორმაციული, ასევე მონაწილე პირები არიან მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული და რაც თავარია საქართველოს მოწინააღმდეგენი. კაპტონინო, აი თქვენ ამბობთ რომ დამაფიქრებელი უნდა იყოს, აი ვინ უნდა დაფიქრეს, იმიტომ რომ ევროპარლამენტი ხო არ არის ერთი კონკრეტული ორგანო, ანუ ერთგვაროვანი სხვადასხვა პარტიების სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმომადგენლები არიან. ანუ როგორ უნდა მივიდეს თუნდაც ევროპარლამენტი ან ევროკომისია ერთ ამ წერტილამდე, სადაც მოხდება მაგალითად დაფიქრება, რაღაც არასწორად ხომ არ კეთდება ის, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ორივე ერთდროულად ამბობს მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების ფორმატში ასეთი სახის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. აქვე გეტყვით, კითხავთ, თქვენ გქონდათ მოლოდინი, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ თითქოს მოხდებოდა გადატვირთვის დაწყება ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მაგრამ ჯერჯერობით ასეთი რამე არ ჩანს. გადაიწია ამ გადატვირთვამ თუ რასთან გვაქვს საქმე? ვერ გეტყვით რომ პირდაპირ 4 ოქტომბერს მყისიერად უკავშირებდით გადატვირთვის რეჟიმს, უბრალოდ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე დიდწილად იყო დაკავშირებული თუ რა პოზიციას დაიკავებდა და ალბათ თავიანთ გადაწყვეტილებებს რაზე დააფუძნებდნენ ევროკავშირის ბიუროკრატიაში. რა თქმა უნდა, როდესაც ქართულმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა თავისი სათქმელი და არანაირი რაღაც ორჭოფული მოსაზრება არ დატოვა, რომ ამ ქვეყანაში რომელი არის პოლიტიკური ძალა, ვისაც აძლევენ ისინი ხელისუფლებას, როგორი გზით სურთ რომ საქართველო განვითარდეს და ასე შემდეგ. ეს ვფიქრობ, რომ საუკეთესო მაგალითია ევრობიუროკრატებისთვის, რომ ხელწამოყრით არ მიუდგნენ ქართველი ხალხის არჩევანს და არანაირი შანტაჟი იქნება ეს დაშინება თუ სხვადასხვა ფორმის ზემოქმედების საშუალებები არ მუშაობს ქართველებზე. ასე რომ ყოფილიყო აქამდე ეს პატარა ქვეყანა ვერ მოაღწევდა და ვერ მოაღწევდა იმ სახელგანთქმული და დიდი შემოქმედებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამის გარდა ალბათ ნაკლები არის მოლოდინი, რომ რაღაცა რადიკალურად შეიცვლება თავისთავად მომენტალურად 4 ოქტომბრის შემდგომ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან არის დიდწილად დაკავშირებული და მათ შორის იმ პოლიტიკური ძალების გადანაწილებასთან, რომელიც გლობალურად ერთ მხარეს იბრძვიან, რომ ომი არ დასრულდეს და ამაში რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა იყოს ჩართული, მათ შორის ვნახეთ პოლონეთიდან ტუსკის განცხადებები, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინას 3 წელი კიდე ეყოფა რესურსი, რომ იბრძოლოს და გააგრძელოს ეს ომი, რის მანიშნებელი და მთქმელია ალბათ ეს ადვილი მისახვედრია, მათ შორის საფრანგეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის განცხადებები, რომ უკვე 2-3 წლის შემდგომ შეიძლება მათ რუსეთის მხრიდან აგრესია უკვე ევროკავშირზე გადავიდეს, ამიტომ ყველა ეს ქვეყანა და მისი წარმომადგენლების დიდი ნაწილი თავიანთ სახელმწიფოებს იცავენ რუსული აგრესიისგან იმით, რომ საქართველო უნდათ ამ ყველაფერში ჩართონ. ამიტომ თავისთავად ერთი მხრივ შეიძლება გასაგებიც იყოს მათი ეს აგრესია საქართველოს მიმართ, მაგრამ ასევე არანაკლებ გასაგებია ჩვენი სურვილი, რომ დავიცვათ ეს ქვეყანა და ის მოცემულობა, რომ დღეს ჩვენ მშვიდობა გვაქვს, სწორედ ამ
დიდი მუშაობის შედეგია. რაც შეეხება ვისთვის იქნება ეს ჭკუის სასწავლებელი, მე ვფიქრობ, თავად აი ამ ოდიოზურ გვარები ადამიანები, ვინც ყველაზე მავნებლურ და ცუდ განცხადებას, მტრულ განცხადებას აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ, ისინი დაფიქრდებიან, რომ ასეთი ძალადობრივი მოქმედება და ასეთი შანტაჟი ვერ გავა ქართულ ხალხთან და ამით ვერც ხელისუფალზე ვერ იმოქმედებენ, პირიქით შესაძლოა სრულიად არასწორი მიმართულებით წაიყვანონ ის ფორმატები, რომელიც მათთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არ იყო შექმნილი უბრალოდ საქართველოსთვის, სომხეთის, აზერბაიჯანისთვის, სხვა ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი იყო და თუ მათთვის ურთიერთთანამშრომლობა აღარ არის საინტერესო, მაშინ შეუძლიათ პირდაპირ თქვან და არა ესე მიზანმიმართულად და წერტილოვნად ურტყან საქართველოს. აი, მოდი სხვა თემასაც შევეხოთ. ხვალიდან საპარლამენტო საქმიანობა შეუდგება გახარია საქართველოსთვის. მართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს არ შეცვლის არაფერს მაგალითად ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არც მათ შორის საპარლამენტო ცხოვრებაში. მაგრამ მოდით შევხედოთ ისევ დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით. თუ თქვენ ამბობთ, რომ გახარიაც გარე ძალების მხრიდან იმართება და ამბობთ, რომ ამჯერად გარე ძალების დავალებით შედის ის პარლამენტში, ხო? ანუ გარე ძალების რიგი დირექტივა არის, რომ შევიდნენ პარლამენტში და წარმართონ საპარლამენტო საქმიანობა. მაშინ ეს გარე ძალა იმ პარლამენტს ისევ არალეგიტიმურს ხო ვერ უწოდებს, იმიტომ რომ მისივე მითითებით გახარია პარლამენტში შედის და იწყებს მუშაობას. ანუ შესაბამისად გარკვეულწილად რაღაც მაინც იცვლება. არ არის ამაში ლოგიკა. იცით რა, მე ვფიქრობ, დიდი ხანია უკვე ჩვენ გამოვედით იმ მონური რაღაც იდეოლოგიური დამოკიდებულებისგან, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს ან არ ჩათვალოს, ან გადაწყვიტოს, არ გადაწყვიტოს ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა. ანუ არავისგან ამის აღიარება პრინციპში არ არის საჭირო, ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას აძლევს ხალხი და მათი მხრიდან გამოჩენილი აქტივობა და მიღებული მანდატები, რომელიც ჩვენ გვაქვს. თავისთავად ეს მათი როგორც პარტიის და პოლიტიკური ვალდებულება იყო, რომ პატივიეთსაც საკუთარი ამომრჩევლისთვის და დროულად შემოსულიყვნენ პარლამენტში, მით უფრო რომ გახარია სრულებით უცნობი შემადგენლობით შემოდის და არა იმ ადამიანებით, ვისაც მათმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მაგრამ ამის მიუხედავად, მოდით დაველოდოთ, როგორი იქნება მათი შემოსვლა და მათი საქმიანობა პარლამენტში. მეც საკმაოდ ისეთი კრიტიკული ვიყავი მათთან მიმართებით, რადგან ყველაფერი ის, რაც მათ უმოქმედიათ ამ პერიოდის მანძილზე, ყველა ის მავნებლობა, ნაცებთან გაერთიანება, იდეოლოგიური, ფიზიკური როგორც აქციების, ასევე საკრებულოებში კოალიციების შექმნის თუ სხვადასხვა ფორმატებით, რა თქმა უნდა, არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რაიმე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მათთან დაკავშირებით. რას შეიძლება რომ ოპტიმიზმი მოქონდეს, ეს არის რომ მათ შეასრულონ რეალური ოპოზიციის მოვალეობა, არ იყვნენ ისეთივე აბსურდში გადასული თავის ბრალდებებში თუ სხვადასხვა გამონათქვამებში, როგორც აქამდე იყო. ამიტომ რა თქმა უნდა, თუ მათ სურვილი აქვთ, რომ რაღაცა ფორმით დაიმკვიდრონ თავი ქართულ პარლამენტში და აი ამ სივრცეში, ალბათ ერთადერთი რაც მოეთხოვებათ არის რომ რეალურად იყვნენ ოპოზიცია და არა ვიღაცის დაქირავებული აგენტები. დიდი მადლობა ნინო წილოსანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ასეთი იყო მოვერთა ქრონიკა ამ დროისთვის. გაეცანით ყველა სიახლეს იმედი ნიუჯზე მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.